გიორგი კირთაძე ჩაყურთობა ახლა პირდაპირ ეთერში უპასუხებს კითხვებს მოგესალმებით ბატონო გიორგი მადლობა მოკლედ პარტიები აკრძალულია სამი კონკრეტული მათში არის თქვენი კოალიცია ჩვენ მოვისმინეთ განაცხადი ახლა ოფისიდან მაგრამ ფიქრობ თუ არა რომ აი თინა საუბრობდა თქვენს წინ ეთერში ის ფიქრობს რომ ეს გამოწვევაც არის მაგრამ არის შესაძლებლობაც არის თუ არა გამოსავალი უკეთესი აქედან ვიდრე იყო წინა შემთხვევებში როცა ერთობას ყოველთვის მაინც უშლიდა ხელს პარტიული ხაზები რაღაცნაირად მე არ გულისხმობ ერთ პარტიად ჩამოყალიბების მცდელობას ეს სურვილი არასოდეს იყო საერთო პოლიტიკურ სპექტრში მაგრამ რაღაცნაირი უფრო ძლიერი ერთობის ჩამოყალიბება რაც მოძრაობას გულისხმობს ამ შემთხვევაში ეს იდეა ქონდა თინა ბოკუჩავას ფიქრობთ რომ პარტიული ხაზების რაღაცნაირი დრო აღარ არის ივანიშვილის საქართველოში თუ კვლავ არის რა თქმა უნდა რეჟიმის დამარცხება ერთობის ჭიდრო კოორდინაციის, სწორად ორგანიზების და მრავალფეროვანი პროტესტის გარეშე არის გამორიცხული და კი, ვეთანხმები, რა ვიცი, ჩემს წინა გამოსვლებს იმ ადამიანებსაც, ვინც ამბობს, რომ ეს მათ შორის შესაძლოა იყოს შესაძლებლობაც კი რაღაცა უკეთესი კოორდინაციის გაკეთების. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე მოვა ის დრო, როცა ისტორიის სახელმძღვანელოებში ივანიშვილის რეჟიმი თავის კუთვნილ ადგილს დაიკავებს და ეს რა თქმა უნდა არ იქნება დადებითი რაღაცა ადგილი მათთვის ისტორიის სახელმძღვანელოებში, მათ ბევრი ისეთი განცხადება ქმედება ჩაიდინეს ბოლო წლების განმავლობაში რომელიც ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული რომ ისინი ღირსეულად დაიკავებენ ამ ადგილს მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მათი დღევანდელი განცხადება და ის გადაწყვეტილებები ახლა რომლისთვისაც ემზადებიან გულისხმობ პოლიტიკური პარტიების ანუ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე პოლიტიკური ჯგუფების აკრძალვას ეს იქნება ალბათ რაღაცა ბოლო ამბავი ბიძინა ივანიშვილისთვის ისტორიაში ღირსეული ბჭყალებში ბუნებრივია ადგილის მიჩენისა. ერთ რამეს მინდა ხაზი გაუსვა დასაწყისშივე თავიდან ვერ უსმენდი არ ვიცი თენგომაც შეაძლო ამაზე ისაუბრა დღეს ბრიფინგზე დღეს არის 28 ოქტომბერი ზუსტად 35 წლის წინ პირველად ქართველმა ერმა რუსული რეჟიმი მრავალპარტიული არჩევნებით დაამარცხა და 1990 წლის 28 ოქტომბერს ხო ქართველმა ხალხმა მრავალპარტიული არჩევნებით გაისტუმრა რუსული რეჟიმი. არ არის სიმბოლური რომ დღეს გააკეთა პაპუაშვილმა ეს განცხადება. ალბათ გუშინ წინ ან ხვალად შეეძლო მას ამ ბრიფინგის ჩატარება, მაგრამ გააკეთა სწორედ დღეს. და ეს არის პასუხი რუსების თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხის გმირულ ბრძოლაზე, ხო? 35 წლის შემდეგ რუსების დავალებითვე რუსული რეჟიმის წარმომადგენლება გამოგვიცხადეს, რომ მრავალპარტიულობა საქართველოში არ უნდა იყოს. აი აქ ვართ დღეს ახლა. მე მგონია რომ ძალიან სიმბოლურად დაამთხვია, რა ვიცი, კრემლმა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა პაპუაშვილის დღევანდელი განცხადება, მაგრამ ასევე ძალიან ღრმად ვარ დარწმუნებული და მრჯერა იმისი, რომ როგორც 90-იანი წლების დასაწყისში, ეხლაც ჩვენ უახლოეს პერიოდში მივაღწევთ იმას, რომ ჯერ ერთი ჩამოიშლება რუსული რეჟიმი და მე ამ ქვეყანაში ჩავატარებთ მრავალპარტიულ სამართლიან არჩევნებს და ავირჩევთ ხელისუფლებას, რომელიც ამ ქვეყანას გრძელვადიანი პერსპექტივით აუცილებლად წაიყვანს უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის მიმართულებით. უბრალოდ სხვა გამოსავალი არ აქვს. იმდენად ბევრნი ვართ ჩვენ ამ ქვეყანაში, იმდენად ბევრნი ვართ, ვისაც ჩვენი ქვეყნის მომავლის გჯერა, რომ რუსული რეჟიმი ამას ვერ დაამარცხებს. რაც შეეხება არეალს ბრძოლის, ესე იგი ამით გვეუბნება რეჟიმი, რომ პარტიებს, კოალიციებს, რომელთაც აქვთ გავლენა, პოლიტიკური გავლენა საზოგადოებაზე, ანუ ამ პარტიებს მე ავკრძალავ და ჯერჯერობით პატარა პარტიებს, რომელსაც არა აქვთ მაინც და მაინც დიდი შესაძლებლობა მოიმხრონ ამორჩეველი, იმას არ ავკრძალავ, მაგრამ მათ თუ გაეზრდებათ მხარდაჭერა მოქალაქეებში, მაშინ იმათაც ავკრძალოთ. ანუ ძალიან პირდაპირ ღიად გვითხრეს დღეს რომ ეს არის დიქტატურა, სადაც აკრძალავენ ყველას, ვინც მათ პოლიტიკურ ასე ვთქვათ ასპარეზზე რეალურად შეებრძოლება. რომ დარჩნენ მარტო ალტერნატივის გარეშე და იყოს ასე ვთქვათ ერთგვარი საარჩევნო ავტოკრატია, მაგრამ ვერც ამ რაღაც საარჩევნო ავტოკრატიაში ეტევიან ისინი, იმიტომ რომ დიქტატურაში აკრძალული პარტიები და ჩვენ ეს ნახეთ დღეს. რა დარჩა არეალი მოქმედების პოლიტიკურ ძალებს? აი სათხედავთ საკუთარ თავს გეუბნებათ ივანიშვილი, რომ არჩევნებს, რომელსაც მე დავნიშნავ, იმ არჩევნებში თქვენ ვერ მიიღებთ მონაწილეობას. რა რჩება? ძალიან გულწრფელი იყო დღეს რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი კი ამ ნაწილში გეთანხმებით, მან ხო ძალიან გულწრფელად და პირდაპირ თქვა, რომ ყველა იმ პოლიტიკურ ჯგუფს, ვისაც
აქვს რეიტინგი და საზოგადოების მაღალი მხარდაჭერა აგრძელავ ამ ეტაპზე, ხოლო თუ ხვალ სხვა გამოჩნდება, აუცილებლად აგრძელავ იმასაც. ამიტომაც გონია რომ ეს თავიდან ბოლომდე რუსული ამბავია და ეს გათვლილიც კი არ არის ქართული ოცნების სამორჩევლებზე, ჩემი აზრით, იმიტომ რომ არ ვიცი ქართულ ოცნებას ხო ყავს ვიღაც სამორჩეველი. არ ვიცი იმათთვის მისაღებია ერთპარტიულობა საქართველოში. დღეს პაპუაშვილმა რეჟიმის წარმომადგენელმა პირდაპირ გითხრა, რომ ისინი ერთპარტიულობისკენ მიდიან, რომ მათთვის დემოკრატია, ნორმალური ცხოვრება კი არა, დიქტატურა უნდა დაამყარონ ამ ქვეყანაში. არ მჯერა რომ ამას მათ შორის ქართული ოცნების ამორჩევლები ტაშით ხვდებოდნენ. ამას ტაშით მხოლოდ კრემლი შეიძლება შეხვდეს და კი არა და კრემლის დავალებით არის რა თქმა უნდა ეს გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება იმას, რა სივრცე გვჩება და როგორ უნდა იმოქმედოს ამ ქვეყანაში იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა, რომლებსაც ეგრეთ წოდებული უკვე ალბათ საკონსტიტუციო სასამართლოთი აკრძალავენ და ასე შემდეგ. ჯერ ერთი პოლიტიკური პარტია არის ადამიანების გაერთიანება ერთი კონკრეტული იდეის გარშემო და ეს არის ინსტრუმენტი, რომელთაც ეს ადამიანები რაღაც ხელისუფლებაში მოსასვლელად არჩევნების გზით იბრძვიან და ჩვენ არჩევნები არ აქვს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჯერ არჩევნებს უნდა მივაღწიოთ ამ ქვეყანაში და ხომ მე პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს თავისი იდეებით დემოკრატიულ პროცესში უნდა შეეჯიბრონ. ამიტომ მე მჯერა რომ არაფერი განსაკუთრებული არ შეცვლილა. ეხლა საჯარო რეესტრში იქნება თუ არა ჩვენი კოალიცია თუ პოლიტიკური პარტია იურიდიულად რეგისტრირებული, ეს ნამდვილად არაფერს არ ცვლის ჩვენს ბრძოლაში. ჩვენ ზუსტად გვაქვს წარმოდგენილი რა მეთოდები და როგორ უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ართანემშრომლობის და წინააღმდეგობის რაღაცა მუდმივი ამბავი, პროტესტი ორგანიზებული და მრავალფეროვანი თბილისისა და არა მხოლოდ თბილისის ქუჩებში ჩვენი დასავლელი მეგობრების მხარდაჭერა, რომელიც მიგვიყვანს იქამდე, როცა რეჟიმი ჩამოიშლება, რაც ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ არ ვიცი, ვიღაც მოსამართლე იქნება ეს პოლიციელი, გედედეს თანამშრომელი თუ არ ვიღაცა სხვა საჯარო მოხელე, აღარ ასრულებს უკანონო დავალებას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აქამდე სწორად ორგანიზებული მრავალფეროვანი პროტესტით, მშვიდობიანი პროტესტით აუცილებლად მივალთ. და ეს პარტიების ეგრეთ წოდებული გაუქმებაც კი ნამდვილად მეც მჯერა, რომ ხელშეუწყობს მეტ კოორდინაციას ამა თუ იმ აქტორებს შორის. საბოლოო ჯამში ალბათ გამოსავალი მაინც ჩვენ უნდა ვნახოთ ჩვენს თანამედროვე ისტორიაშიც. 28 ოქტომბერზე ვსაუბრობთ ჩვენ 1990 წლის. მანამ სანამ 28 ოქტომბერი დადგებოდა 1990 წელს იმდროინდელმა რუსულმა რეჟიმმა გადაწყვიტა არჩევნების ჩატარება იმავე წლის მარტის თვეში. მაგრამ რა მოხდა? მაშინ ხო კარგად გვახსოვს ან წაგვიკითხავს ისტორიის სახელმძღვანელოებში. არავინ მიიღო მაშინ მონაწილეობა და ეს არჩევნები საერთოდ არც კი შედგა. ანუ ისეთი არჩევნები, როგორც ეხლა უნდა რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩაატაროს, ალბათ არ ვიცი მომავალ წლის გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, ზუსტად არის ანალოგი იმისა, რასაც რუსული რეჟიმი 1990 წლის მარტში აპირებდა. მაგრამ ის არჩევნები ჩაიშალა ქუჩიდან წნეხით. მათ მოუწია მაშინ რუსულ რეჟიმს მრავალპარტიულობის დაშვება და ოქტომბერში ქართულმა ხალხმა ისინი გაისტუმრა ჩამოაშორა ძალაუფლებას და გაისტუმრა ხელისუფლებიდან, ხო? ჯერა რომ ზუსტად იგივე მოხდება. ივანიშვილის ოცნება რომ ყველა განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი გაანადგუროს. ის დარჩეს მხოლოდ ქართულ რაღაცა პოლიტიკურ ველზე და მას ყავდეს ისეთი სატელიტები, რომელთა ნაწილიც დღეს ვნახეთ შესული ამ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, უბრალოდ ვერ მოხდება. ვერ მოხდება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა არის ამის წინააღმდეგი და არა მხოლოდ არის წინააღმდეგი. ყველა მთელმა ამ პერიოდმა ერთ წელზე მეთხნიანმა ბრძოლამ უკვე. ხო კარგად აჩვენა, რომ წინააღმდეგები ვარ და სახლში ვზივარ და არ ვეთანხმებით ამბავი ხო არ არის. უბრალოდ მზად არის ქართველი ერი ამისთვის იბრძოლოს კიდეც. საჭირო დროს ქუჩაშიც გამოვიდეს, კიდევ უფრო მეტნი გამოვიდნენ, როცა ამის საჭიროებას მეტად დაინახავენ და ასე შემდეგ. ამიტომ ჯერა რომ ქუჩიდან შეუპოვარი დისციპლინირებული, ორგანიზებული პროტესტით არის შესაძლებელი რეჟიმის ჩამოშლა და მხოლოდ მერე არის შესაძლებელი სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სადაც პოლიტიკური პარტიებიც იარსებებს, თავისი ნომრებიც აღუდგებათ და ასე შემდეგ. კი ბატონო, და აქვე გკითხავთ ბათუმთან დაკავშირებით, რიჟვაძის ჩამოსვლა დაანონსა ბატონმა ახვლედიანმა და გითხრა, რომ მალე ყველა კითხვას გასცემს პასუხსო. ხო, არ ვიცი, ცოტა უცნაურია ამ რეალობაში მისი დაბრუნება კითხვა. თქვენ რას ელით მოკლედ? ელით რომ კაცმა, რომელიც წერილი დატოვა, თვითმკვლელობა სცადა ოფიციალური ვერსიით, სად არის კითხვებს პასუხი გასცეს, მისგან მოკლედ ელით რეჟიმის მხილებას თუ პირიქით? არა, არ ველი რეჟიმის მხილებას სალსახად, იმდენად რამდენადაც ვიცნობთ ჩვენ ბატონი რიჟვაძის
მოღვაწეობას, ასე ბრჭყალებში ბუნებრივია რაღაც პოლიტიკურ საქმიანობას აჭარაში თუ ქვეყნის მასშტაბით არანაირი მოლოდინი იმისა არ აქვს, რომ ის ეხა გამოიჩენს ვაჟკაცობას და მართლა ამხელს რეჟიმს იმ დანაშაულებებში, რაც მათ შორის მის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ან რა ვიცი, გამოვა და რას იტყვის იმას, სად რა კორუფციულ გარიგებებში იყო ჩართული. აი კობახიძე პრემიერ-მინისტრად რო ყავს რეჟიმს წოდებული, რო გვემუქრებოდა მათ ჩვენეთ კორუფციული გარიგებები და ნახავთ ქართული სახელმწიფოს რეაქციას, რომ არ ვიცი, გამოიხედოს აჭარაში და ძალიან ბევრ კორუფციულ გარიგებას აღმოაჩენს. ყველა ფეხის ნაბიჯზე აღმოაჩენს კორუფციულ გარიგებას. ამიტომ ამ ამბებში ჩართული ადამიანებიდან მე რა თქმა უნდა არ ველოდები იმას, რომ ისინი რაღაცა სიმართლეს ისაუბრებენ საზოგადოებისთვის, მედიისთვის თუ საგამოძიებელ წრეებში და ასე შემდეგ. არ ვიცი რა საკვირებს ივანიშვილი რიჟვაძის ჩამოყვანით, როგორც ჩანს, მათ შორის მათ მხარდამჭერებში საკმაოდ დიდი ვნებათა ღელვამოყვა, ხო და ბუნებრივიც არის ეს იმ ამბობს, როცა მათი პოლიცსაბჭოს წევრს ერთ-ერთ ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს ესე სასიკვდილოდ სწირავენ და როგორც ჩანს რაღაც ამ ვნებათა ღელვით ჩასახშობად შესაძლოა მართლაც ფიქრობს ის რიჟვაძის საქართველოში დაბრუნებას და მეტი არაფერი ამ მიმართულებით. მე მჯერა რომ რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ სამართლიანი არჩევნების და ამ ქვეყანაში ნორმალური ინსტიტუციების ჩამოყალიბების შემდეგ აუცილებლად მოვად რომ როცა ყველა კორუფციული გარიგება და ყველა დანაშაული იქნება გამოძიებული და ყველა სამართლიანი სასამართლოს პირობებში მიიღებს საკადრის პასუხს. კი ბატონო, დიდი მადლობა გიორგი რომ იყავით ჩვენი სტუმარი.